ვადვოკატობ 2012 წლიდან. 2012 წლიდან. 13 წელია ვარ ამ სლუჟბაში. აი ესეთი უცნაური საქმეები რა გქონიათ ესეთი. როგორ ამდენი კურიოზები, სადაც აი სამართლებრივი არაფერი არ არის და ნებაა მარტო გამოხატული, რომ მინდა დაჭერა და ვიჭერე. ხო. ახლაც მაქვს ერთი საქმე აპელაციაშია. ცოლმა დააჭერინა ქმარი. და ბრალდება არის მხოლოდ ერთ მის ჩვენებაზე. ხო, არაფერი არ არის, არც ექსპერტიზის დასკვნები, არც სხვა, არც დაზიანებები, არც ანსაცმელი, არც გაუპატიო, ესე იგი ცოლ-ქმარს შორის ცოლი დაძდო ბრალი ქმარს, რომ აი სექსის დროს მაუპატიურებდაო. ხო, ცოტა სექსის დროს. ანუ ცოლი ქმარს დაძდო ბრალი, რომ მაუპატიურებდაო. სექსის დროს. სექსის დროს. ხო. ეს კაცი მე დაიჭირეს ამ 9 წელი მიცეს. ცოლის გაუპატიურების გამო, ანუ დაშორებული ვატურ დაშორდა. ეგ კითხვა როცა დაუსვეს პირველ ინსტანციაში, პასუხი იყო ასეთი, რომ ბავშვის ინტერესების გამო არ დავშორდი. მამა ხო ჭირდებოდაო. ის კაცი რამდენი ვნახულობ ციხეში, რამდენი მოდის ხოლმე სასამართლოში, ამბობს, გამაგებინეთ რატო უზივარ ციხეში. საწყალი კაცი, ანუ მაგრამ რაღაცა ხო გაუპატიურება რა შეიძლება რა დაას დაარქვა, ძალადობრივად, ეხლა ცოტა დეტალებში შევედი, ეხლა დამაინტერესა საქმე. დამაინტერესა ხო აი ეს როგორ არის ჩაშლილად. ანუ ძალადობდა და მაგას დაარქვა გაუპატიურება. ხო, არ ვერ ესე რა არის, სასამართლოს არ გააჩნდა რაიმე დასკვნი ხო არის, მაგრამ თუ ძალას ხმარო ფიზიკურად რაღაცა ნიშნები ხო არ, ნაჭრებების ან დაზიანებების ან რამე აი ესეთ მტკიცებულებები წარმოდგენილი ვერ იქნა, ექსპერტიზა არ ჩატარებულა და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი ჩვენება დარჩა, მხოლოდ ცოლის და ამ ჩვენებაზე აიგო საბრალდებო დასკვნა. გამოიწერეთ ემიგრანტ TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.